ნიკა მელია თავის არაჩვეულებრივ სანდროსთან ერთად როგორი გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა, როგორ გძანდები? გთხოვთ, დაგზანდით. ნიკა, ეს ის შემთხვევაა, ხო? როცა ბოლომდე ამართლებს, გამოდათქვამი ის ურჩევნია მამულსაო, ხო? არის? იმედი მაქვს. არა, იმედი გაქვს კი არა, შეხედე ჯერ სიმპათიური, რაღაცნაირი, დავაგებული. იმედი მაქვს, კი. მამაკაცი, რა ვიცი. გვაძლევს ენერგიას და ხალის ამ. არც თუ მარტივ ხო, ისე მართლა ესენი რო არ არსებობდნენ, ანუ პატარები, ჩვენი შვილები, ხო, შვილები, ხო, ასე შემდეგ, ანუ პატარები რო არ არსებობდნენ, ალბათ არ ვიცი, დეპრესიით დავიხოცებოდით ყველანი. ნამდვილად. არა, ერთი მყავს მე, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ გას ზარმაცო. თუ არ გცალია. მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ. აი ძალიან მიკვირს სანდროს შემკურე, აქტიურია და დაფასება და პატივისცემა მათ, ვისაც 4 ყავს, 5 ყავს, 6 ყავს, მეგობარი ყავს, 7 შვილი ყავს. როგორ ახერხებენ თანაბრად ყურადღების მიქცევას. კი, მეც მიფიქრია მაგაზე ხშირად, მაგრამ ხო, პასუხის მოძებნები ერთმანეთს ავსებენ და უსუბუქებენ მშობლებს, ხო. მრავალშვილიან ოჯახებში ყოფას. სანდრო არის ჩვენთვის ყველაფერი, დილიდან გაგიკვირდებათ, აი ნებისმიერ არასასიამოვნო პროცესში, სადაც არ უნდა ხდებოდე, ან 5 წუთით ადრე, ან 5 წუთის შემდეგ, მუდამ მეფიქრება რა. და აი რამდენად ხშირად ატარებთ დროს სანდროსთან? ეს ჩვენ ხა თანასწორად დასაწყისში თქვით, რომ რაღაცა დღეს დაკავებული მამები გყავს. წელი სანდროს აღზრდის პროცესში ხა თანაბარი არ გვაქვს მე და მეუღლის სამწუხაროდ. მაგრამ გონია რომ იმ პროცესში სადაც ვარ საგიჟეთში, ხო? ვაკეთებ იმ საქმეს, არ მინდა რაღაც მაღალ მატერიებზე საუბრად ჩამომართოს მაყურებელმა. გონია რომ მის მომავალში ვდებ წილს. ოშტუაში, ის თუ არ გამოვიდა, რაც მე მინდა, მაშინ დაკარგული დრო არის სანდროსთვის და ჩემთვისაც. მიმაჩნია რომ აი მაინც გავიმარჯვებ იმ ჩემ მიზნებსა და ამოცანების ხორცშესხმის პროცესში და მის თაობას და სანდროსაც წავეშველებით, რომ ეხა მამა-შვილური ურთიერთობა ინტენსიური გვაქვს, თუ ვართ ერთად ფიზიკურად, ჭიდაობთ ბევრს. ხადა, რამდენად ხშირად ხდება ეს ადროს ატარება? არსებობს დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ ვიჭიდაოთ სახში, თამაში. უბრალოდ ტელეფონს ხელიდან ვერ ვსტაცებ. ნუ ეხლა TikTok-ერია მართლა? დღეში სანდრო უნდა მოგვიყვა ყველაფერი. ფლის სახელს, ან ნეიმარს არ ქვია, ან ჰალანდს. თუმცა სანდრო მითხარი ეხლა რომელი ჯობია, ტელეფონი თუ მამასთან ერთად თამაში? ჭიდაობა. რომელი გირჩევნია? ფეხბურთის თამაში გირჩევნია. ფეხბურთის თამაში გირჩევნია. ფეხბურთზე გადის, შეუყვარდა ძალიან. კლასელებსაც გადასდო ეს გამაგარია. ნუ ეხა ჯერ კიდევ სამყაროს შეცნობის პროცესში. თავისთავად, კი. სოციალურ ურთიერთობებს. ხო, ბიჭებს ეგ დიდხანს მიგრძელდება ხოლმე, ხო იცი? სამყაროს შეცნობა. თუმცა რასაც უყურებ, შესაძლოა გაიარა ამ წლებმა მახსენდება ჩემი ბავშვობაც მას რომ უყურებ. უბრალოდ ეხა ჩვენ კორპუსში ვცხოვრობთ. და მესამე სართულია, ჩვენგან განსხვავებით კორპუსის დაკლოვანება რა არის? ეზო არ აქვს. ხო, ეზო არ აქვს. განსხვავებით იმ გარემოსაც მე გავიზარდე სოულაკში პირველ სართულზე, საათში ერთხელ ეზოში ვიყავ. და შევიდით გამოვდივოდით და ეხლა სახში როცა მოდის, სახშია, ბინაშია და ტელეფონი და კომპიუტერი სამწუხაროდ დიდ დროს ართმევს ამას, მაგრამ ვცდილობ თუ ბაბუასთან ოდესაც არის ბაბუას, ბაბუაზე გიждდება და ბაბუა გიждდება. ხო ეგრეა. ორივე ბაბუა და ორივე ბებია, მაგრამ აი მოდი ესე დავსვამ კითხვას პირდაპირ, აი როგორი მამაა ნიკა მელია?
იმიტომ რომ ძირითადად ახლა მაყურებელი თქვენ გისმენთ სხვა კონტექსტში და სხვა ასპექტში და საერთოდ არ გქონდა ამის სურვილი, რომ ესე ესმინათ ჩემთვის იმოთე გითხრა. თქვი ბევრჯერ ადრეც აბსოლუტურად დაუგეგმავად აღმოჩნდი პოლიტიკურ პროცესებში 2013 წელს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადღებიანი ვარ რა თვალსაზრისით, იცით მე რაც გამოვიარე ის უარყოფითი ემოციები, პოზიტიური ემოციები მახსოვს. მის ასაკში ცოტა მოზრდილი ოდესაც ვიყავი და არ მინდა რომ უარყოფითი ემოციები რომელიც დღემდე მაქვს, აი 30-იანი წლებიდან გამოყოლილი, თან ძალიან მხრივ ძიმე უბანში რაიონში დაბადებული გაზრდილისთვის, თათბირის რაიონი, ოდენავ მაინც კონდეს წარმოდგენა რას ნიშნავს ეს. და სამწუხაროდ ხედავ რომ ამის ალბათობა მაღალია. მიუხედავად იმისა რომ სხვა ტექნოლოგიური ხო, ხედავ რომ მაღალია და ამიტომ ჩემ თავთა გამართლებას აქ ვუყოლობ რომ ისეთ პროცესში ვარ რომ იქნებ ეს არ მოხდეს. და მეფიქრება რა, ნამდვილად მეფიქრება, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ ბევრი წელიწადი ალბეძე იარა ამ ქალაქში, ხო? კი, ძალიან იაფი იყო სიცოცხლე. იაფი იყო სიცოცხლე, მახსოვს და ჩავრა ერთმანეთის ნორმა იყო. მეტიც თუ ადგილის დამკვიდრება უნდა და სკოლის მოწაფეს მოსწავლეს, ვიღაცა უნდა დაეჩაგრა, ასე შემდეგ და კიდევ უფრო უარესი ტრადიციების მახსოვს, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ნარკომომხმარებლები არ იყვნენ, მაგრამ იმდენად ტრენდული იყო, გახსოვთ, ხო, იმიტაციას ახდენდნენ. კი, დადიოდნენ ცხვირის ხანის. იმიტაციას ახდენდნენ რა. ეხლა ხო ალაგ-ალაგ ხო აკვირდები, ეხლა მიწევს მოგზაურობა, ხო, ქვეყნის ფარგლებში. შორს არ არის ეს ტრადიციები და არც თუ უსაფუძვლოა მამების შიშები. არა მარტო ჩემი, ხო, რა თქმა უნდა. ხო, მინდა რომ ბევრად თავისუფალი იყოს. არის. სანამ სადრო გაჩნდებოდა ეს რაღაცებზე ფიქრობდი? არა. და რა შეცვალა? აი, იცით, ნუ ოდნავ ფრთხილი გავხდი. ოდნავ ფრთხილი გავხდი. ვერ ვიტყვი რომ ნაკლებ რისკიანი ვიდრე მანამდე, მაგრამ ნუ ფიქრობ, მე ფიქრება, მეშლება ფიქრები, რომ მოვასწრო ბევრი რამე, ხა ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გამორიცხო. და ამიტომ თითოეული დღე ძვირფასია რა. ვცდილობთ რომ უბრალოდ რაღაცა დღის განმავლობაში 1-2 საათი მაინც ერთად ვიყოთ, თუ გამოგვდის. ახლა ერთად გავიარ რამდენიმე დღის წინ ღამის 12-ის ნახევარზე გაგიკვირდებათ, მაგრამ ავედით მამა დავიძე საوارჯიშოთ. ერიდან სოლოჩი გადავედით ბაბუასთან და გზად პირველად ავიყვანე მამა დავიძე, მართალი დაკეტილი იყო, ვერ შევედით ჩიგრით, მაგრამ ყოველთვის გზაში ახვედით, ხო. რაღაც რომ დავჭეს ფოტოებს ვიღებთ ბევრს, ერთობლივს. ვიყვარს რა, მე მგონი ერთმანეთი არასანო. საყვარელია. და ხასიათი, იცით რა, რატო ვუგებ? ხო. რომ ვუყურებ ჩემ თავი ხასიათი გავს. გავს მართლა. რაც წინს, რაზეც რეაგირებ, რაზეც წუწუნებ. ზოგადად ადეკვატურად ზოგადად. ხო? ყველაფერი ეს არის. არ მარტივია შენთვის რა, ფაქტიურად. ისე ვიზუალურად რა ვიცი მე. მე მგონი ცოტათი ქსეროქსი არის. ხასიათი უფრო გავს. ხასიათი უფრო ხო? ხასიათი უფრო გავს რა. მინდა რომ დარჩეს ესეთი და უსურვო იცით რა, მაი ბავშვობა. ალბე ქონია აუცილებლად გარშემო. ხო, აი, ბავშვობა უნდა შეინარჩუნონ რა. ჩვენც მე განსაკუთრებით იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკაში ძალიან რთულია ბევრ ადამიანს ენდო. ძალიან გამომჩევლებზე არ ამბობ საუბარი. გამომწ წლებში იმდენი რამ ნახე დავწმუნდი, რომ მეტია სიყალბე ვიდრე გულწრფელობა. და მინდა რომ ბავშვებს გავუმართოთ და მეგობრები მათი სოციალური წრე იყოს დაკავშირებული მეტ გულწრფელობასთან, სიმართლესთან, ვიდრე სიყალბესთან. ზოგადად ეს პოლიტიკაში უფრო მაღალი ხარისხის წარმოაჩენს თავს და იქ მე მაღალი ასე ვთქვათ ალბათობით მას ვერ ხედავ. როგორც მამაჩემს უმეუბნებოდა, იცი რა, არ მინდა რომ შვილო რომ შენ გაყვე ჩემს ასე ვთქვათ
ნაფეხურებსო ცხოვრებაში, ანუ ექიმობას არ არა, ხო? პირადი ცხოვრება არ გექნებაო. პირადი ცხოვრება არ გექნება ურთულესი. და უარესი გააკეთე, ხო? სულ მახსოვს ისინი რომ დილის 2-ის ნახევარზე, 3-ის ნახევარზე მაშინ ხო გახსოვთ სასტრაფო არ იყო არაფერი. კი. პაციენტის ახლობლები გამოუვიდნენ კერძო მანქანით ჩაისვა. დაურეკეს აბაჩქარა, რა თქმა უნდა. ზუგდიდში როგორც ხდებოდა, ხო? პართლა არ ქონდა. მამა ჩემი სახლში რომ ენახა საღამოს 9-ზე, ღამის 10-ზე გადაჭრების გაში მიკვირდა. თითქმის არ მახსოვს მამა ჩემი სახლში ღამის 10 საათზე, რაც ნორმალურია, უნდა იყოს სამუშაო საათში, ხო? ჯეროდა ამ სიტყვებს უზრუნველობდა და პირადი ცხოვრება არ გექნება, მაგრამ თითქოს ამარიდა სამედიცინო პროფესიას, მაგრამ კიდევ უფრო ისე მანტყოფილიყავი ჯობდა მე მგონი. დავირჩიე და მისი მომავლის დაგეგმაში რაღაცნაირად ამ თვალსაზრისით მივიღებ მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში ამ პროფესიას არ გავაკარებ. ხო, მაგრამ ეხლა შენ არ გააკარებ, თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეხლა. გურჩე, აი როგორც მამაჩემ, ერთ-ერთ შევა მეორე რა გამოგივა. ისა ხო, ძალიან მე ვფიქრობ, რომ არ ვიყავი არადამჯერი შვილი, რომ ასაკთან 17-18 წლები ეს რთული წლები იყო. გამიმართლა, მართლაც გამიმართლა მშობლებში, გარემოში და კლიმატში, რომელშიც გავიზარდე. აი გუგას პროფესიის დედაც, მამაც, დაც, ბებიაც, ბაბუაც, დედაც, ბიძაც, ყველა ექიმი. ყველა ექიმი და ოჯახში თუ კი რამეზე საუბარი მახსოვს, სულ ეს საუბარი ეხებოდა ადამიანის ჯანმრთელობას. მაშინ ხაზის ტელეფონზე ზარების განხორციელება, მოკითხები მე მამა ხან ბაბუა დანიშნულებას რო აძლევს. უნიშნავს ხო პაციენტს, აი სულ ეს ამ საუბრებში გავიზარდე, რომ ზომოდა რაღაც მავნე აზრები თავში ვერ დამებადებოდა და შესაბამისად ვიყავი კარგი გაგებით თყვე იმ გარემოში, რომელშიც ოჯახმა მომაქცია და მადლობელი ვარ ნამდვილად და მე რაც ოჯახმა მომცა მინიმუმ იგივე მინდა მივცე სანდროს და რა იყო ეს რაც მომცა ოჯახმა მშობლებმა დედაჩემმა მამაჩემმა ანუ გამხარდა თვითყოფადი გამხარდა და შესაბამისად ცხოვრებაში აი სადაც თulis საჭიროთ რომ არის სათქმელი კრიტიკული რამე სიტყვა ანუ არ ვერიდები სადაც შემიძლია გავიღიმო იქ ვიღიმები და სადაც შემიძლია არ გავიღიმო არ ვიღიმები და რატო ვამბობ იცით ამას ეხლა ამ განმსახედიდან ცხოვრებას ხო უყურებ და ბევრს არ ქონდა ამის ფუფუნება. მათ შორის საჯარო სამსახურებში, იმიტომ რომ რაღაც ხელფაზე იყო დამოკიდებული და პრინციპული პოზიცია რო დაიკავებია, ამა თუ იმ მოცემულობაში შესაძლებელია ეფიქრა რომ სახელმძღვანელი გაათავისუფლოს სამსახურიდან და მე მშობლს, დედას, მამას მედიკამენტს ვერ შეუძეს და მინდა თუ არა იბოჭები. და მე ეს თავისუფლება მომცა ოჯახმა და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი ქართული ოჯახი იყოს, რომელსაც შეიძლება ისეთი გარემო შეუქმნას შვილებს. ცხოვრების გრძელგზაზე რო გაუშვებს, სამსახური ექნება, მანამდე უნივერსიტეტი, საკუთარ პრინციპებზე და რაღაც ღირებულებებზე პრაგმატულადაც კი არ თქვან უარი არ თქვან. არ თქვან უარი. ესმით. ანუ ძალიან მადლობელი ვარ. ვიცი, ანაჩენი არ ვიცი, ნახოთ რამდენად გამომივა. ის რაც ჩაფიქრებული ვარ. მე ძალიან ბევრი ამ დამოკიდებული. არა მარტო აი სამ მეზობლებშიც უნდა გაგიმართოს. არ მართლა გეუბნები. მართლა, ბევრი მეზობლებში და კარის მეზობლებში უნდა გაგიმართოს. მეზობლებში ხა ძალიან მიხარია, რომ სანდროს კლასელებს ჩემთვისაც საინტერესოა სანდროს მეგობრები, რამდენიმე კლასელი ძალიან ახლოს გავიცანი და ხო, კლასელებშიც მართლაც ხმურობის გარეშე მეზობელი, კარის მეზობელი თუ ისეთია, როგორიც შენ გინდა შენი შვილისთვის, ხო? ბევრი რამ უბრალოდ გამოჩნდება. შენ გინდა შენი შვილისთვის, სწორი გამოთქმა? არა, ვინა მიხდი რას კითხულობ? რა თქმა უნდა, რას გულისხმობ, გულისხმობ. ანუ შენ შეიძლება მოგწონს ნიკა ლომინზე, მაგრამ იქნება არა, ზნეობრივად დღეს ხო დეფიციტია ადამიანური ურთიერთობების. არის.
ჭარბობს სიყალბე და ამას გულისხმობ პირველ რიგში კაცმოყვარეობა აი მას ზნეობრივი ნორმები, გულწრფელობა, ამას გულისხმობ, რაც მინდა რომ სანდროს და ბევრ ჩვენს ყველა ბავშვს ჰქონდეს. სიყალბეში ცხოვრობთ ეხლა ერთს ფიქრობ, მეორეს აკეთე და კიდე არ ვიცი, მესამეს გეგმავ. არა, ხო ისეა რეალურად. და არა მარტო პოლიტიკაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ხო, განსაკუთრებით. ჟურნალისტიკაში, მედიაში ძალიან მე რასაც ხა გავალამაზე მაცადე ცოტა ხანი. ბევრი არ ჩამორჩება ამ პოლიტიკას. სანდრო, რომელი ფეხბურთელი ამოგივიდა აბა კოკაკოლას? ყვარა მართლა? ეს ძალიან მაგარი აქცია აქვს კოკაკოლას და სიახლე აქვს. უკვე სიახლე აღარ არის პრინციპში, ალბათ ყველა მიცის, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ აი ესეთი მაგარი ამბავია, რომ ქართველი ფეხბურთელებია დატანილი თითოეულ ბოთლში სხვადასხვა და თან დააგემო, რომ თან შემეცნებითია და თან ყველაფერი კარგი ერთად. კი. სანდრო, უკვე ხომ არ გადაგიწყვეტია რა პროფესიას აირჩევ მომავლისთვის, რა გინდა რომ გამოხვიდე? ფეხბურთი. აჰა, იცის ადამიანმა ყველაფერი. რა მაგარია. წარმატებას გისურვებ. ყვარაც ამოუვიდა. ყვარაც ამოუვიდა. ყვარაც გოგოებო. ამოვიდა.